ჯერ ქობულეთის ბიუჯეტის შეიმუშავეს, შემდეგ კი დეტალურად განიხილეს საკრებულოს იმიტირებულ სხდომაზე. ტრენინგი, რომელშიც სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ, პროექტ აქტიური მოქალაქე და დემოკრატიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოქალაქო განათლებაზე და ამ მიმართულებით მოქალაქეთა ჩართულობაზე. გარდა ამისა, მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრინციპებზე და თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობაზე ისაუბრეს. პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ამერიკის შეერთებული შტატების კვლევებისა და გაცვლების საბჭოს აირექსის კონკურსის გამარჯვებულია. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდება. პროექტი ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მშვიდობაზე, მოქალაქეების ჩართულობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში და ზოგადად სახელმწიფო საქმიანობაში და ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ძალიან კარგი არის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა ასეთი ტრენინგი და მოხარული ვიქნებით, რომ მსგავსი ტრენინგები კიდევ ხშირად გაიმართება და მეც და ყველა ჩვენგანი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. პროექტი აქტიური მოქალაქე და დემოკრატია მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების განვითარების, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, უკვე მოვიცავთ 5 რეგიონი, აწევებთ სხვა გვინდა მასშტაბურად მოვიცვათ მთელი საქართველო.